ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში შესვლა, რადგან იქ არის ძალიან ბევრი სასწავლო პროგრამები, განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს აწარმოებენ მოხუცებისთვის. თქვენ რომელი მოხუცი, ქართველი მოხუცი გინახავთ, პენსიონერი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ. მე ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოხუცები მინახავს საქართველოში მოგზაური, რომლებიც თავისი პენსიით ახორციელებენ ამ ყველაფერს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერი მოხუცი ბებო-ბაბუები ყოველწლიურად თავიანთი პენსიით სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული სახით სტუმრობენ და ათვალიერებენ და ცხოვრებასაც ირგებენ და ჩვენი ბებო-ბაბუებს კი არჩევანი თავის გადარჩენისთვის აქვს და მინიმალურ მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს პენსია, რასაც წამალი და კვება ესაჭიროება. ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და ნათელი მომავლისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ევროკავშირში გაწევრიანება და უბრალოდ სხვა პრიორიტეტი არც კი უნდა გაგვაჩნდეს და არც გვაქვს ამ ეტაპზე. პირველ რიგში ვარ ცხოველთა უფლებათა მცველი და სხვა ალტერნატივა არც კი გამაჩნია თუ რატომ არ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა პირობებში ცხოვრობენ ევროკავშირის ქვეყნებში ცხოველები და ისიც კარგად ვიცი რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენთან აქ ცხოველები და ყველაზე მთავარი მიზეზი ერთ-ერთი არის ის რომ მხოლოდ ცხოველებისთვის გვიღირს ევროკავშირში შესვლაც.